გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს ბოლო პერიოდი ძალიან სწრაფი ცვლილებებით არის შესამჩნევი ჩვენს უახლეს ისტორიაში და არა მარტო საქართველოში ზოგადად გეოპოლიტიკური ცვლილებები მიდის, რაც თავისთავად ასახვას ნახულობს საქართველოზე და პროცესები არის ძალიან სწრაფად დაწყებული. მე პირადად მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნომერ პირველი და დაუძინებელი მტერი არის თურქული იმპერიალიზმი. რა თქმა უნდა, დასავლურ ამ ურჯულოებასთან ერთად, რომელიც ლიბერასტობის სახით არის შემოსული, რადგან ისინი თავის თავში ითვალისწინებენ შემდეგ რამეს. რწმენის ცვლას, ქართველი კაცის ცხოვრების წესის ცვლას და დეგრადირებული ქართველის ან გადაგვარებული ქართველის გამოყვანას. ამას ახლა რატო ვამბობ? აბსოლუტურად ყველაფერი სახეზე არის, ხელის გულზედებს ყველაფერი, რომ საქართველო ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც არსებობდა, აღარ უნდა არსებობდეს და ამას ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიზან მიმართულად ახორციელებს როგორც გარემტერი, ისე შიდამტერი ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების რეჟიმის შესაბამისად. მოკლედ ეს ვრცელი თემა არის. ბოლო პერიოდის, მე მინდა გითხრათ, ბოლო პერიოდის ჩემი ბლოგები დაეთმობა თურქულ გეგმებს საქართველოში და თურქული სპეცსამსახურების და თურქული იმპერიალიზმის გავლენას, რა მოუტანა, რა მოაგდა, რას მოიტანს უახლეს მომავალში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხელის გულზე არის ის, რასაც საქართველოს უპირებენ. და აი გუშინდელი უცებ მოულოდნელი ამბავი ძალიან ბევრისთვის, ჩემთვის პირადადაც მოულოდნელი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა ეგრეთ წოდებული ჰაბიტუსით ქართველი საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დიდგორობა დღეს თუ კი ჩავიდოდა თურქეთში ყველა თურქების მამის საფლავზე, საქართველოს ტერიტორიების მგლეჯველზე, მღლეტველზე, ქართველების სისხლში ხელნაბან თურქეთისთვის, რა თქმა უნდა, გმირ ქემალ ათათურქის საფლავზე, იქ მიაგებდა პატივს, შემდეგ იქედან გამოთრეული შეხვდებოდა თურქეთის სულთანს, მიესალმებოდა თურქულ არმიას თურქულ ენაზე, დიდგორობა დღეს, ხაზს უსვა და შემდეგ თურქეთის სულთანიდან მიიღებდა უშუალოდ დავალებას, რომ საქართველოში თავის დროზე ოსმალეთის იმპერიის მიერ ჩასახლებული თურქები, მესხეთში ჩასახლებული თურქები, რომლებიც სტალინის მიერ იქნა გასახლებული საქართველოდან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, სადაც არის თურქული სამშობლო, ფერგანასა და ალტაის მხარეში და იქეთკენ შუა აზიისკენ, მიიღებდა დავალებას თურქი მესხების, მესხებს რატო უწოდებთ, არის თურქეთში მცხოვრები მესხების საქართველოში დაბრუნების შესახებ. ნამდვილად არ მეგონა, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ოდნავ შეიძლება რაღაცა ქართველი ერის შიში და განცდა ქონოდათ ამათ, მაგრამ როგორც ფაქტია და სახეზე არის, ქოცების ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი რიდი, არანაირი შიში საქართველოს მოსახლეობის, ისინი თვლიან, რომ მათ უკვე ისე დააჩმორეს, დაადებილეს, დააჩლუნგეს ნორმალური ქართველები საქართველოში, ისინი რასაც იტყვიან, ისინი რასაც გადაწყვეტენ, ისინი რასაც იმოქმედებენ, ხალხი ამას ტაშს დაუკრავს, ვინც ტაშს არ დაუკრავს, ის ხმას არ ამოიღებს და სამწუხაროდ პრაქტიკაში, მე მინდა გითხრათ, დიახ, სამწუხაროდ ნამდვილად ასე არის, რადგან ქოცების ამ მოქმედებას არანაირი Facebook-ს არ გაცილებულა ეს პროტესტი, თუ არა ის პროტესტი, რა პროტესტიც უნდა მოყოლოდა ყაველაშვილის და ქოცების ამ მოქმედებას, იმას ითვალისწინებდა, რომ ყაველაშვილი შეეძლო დარჩენილიყო თურქეთში და საერთოდ არ დაბრუნებულიყო საქართველოში. მაგრამ არანაირი ხმა სამარიდან, მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ზე გინება ლანძღვა ასე შემდეგ. კარგით შემოკარგებო, რადგანაც ასე გვიღირს ჩვენი სამშობლო, რადგანაც ასე უფრთხილდებით ჩვენ ქვეყანას,
მოსახდენი აუცილებლად მოხდება. და მე არ მიყვარს მოტყუება ხალხის. მე ამ ვიდეო ბლოგში უშუალოდ შევეხები თურქი მესხების თემას, როგორ იყო, რა იყო, როგორ ხდებოდა აი ღრმა წარსულში, შუა საუკუნეებში, როგორ მოხდა შემდეგ ამ ტერიტორიების ხელახლა გაქართველება, როგორ მოხდა მათი გასახლება, როგორ განხორციელდა მათი დაბრუნება, ნაწილის დაბრუნება, ვალდებულების აღება, როგორ იქნა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქული სპეცსამსახურების და საქართველოს დამპალი ოკუპანტი რეჟიმის მიერ ისეთი დიდი ქართველის მოკლა და ლიკვიდაცია პირდაპირ შუა ქუჩაში დასანახად ისეთი დიდი პიროვნების, რომელიც იყო შარაძე, გურამ შარაძე, ბატონი გურამ შარაძე და ამას თვითონაც ამბობდა, ასევე მოხდა მისი შვილის ლიკვიდაცია და მე მინდა მის ქალიშვილს უთხრა ერთი რაღაცა ვთხოვო აქედან ვთხოვო. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა უთხრა, რომ თქვენ ადრეც განაცხადეთ და ამბობდით ამას, რომ მამა თქვენის მკვლელობის გამოძიების სურვილი არც ახალ ხელისუფლებას ჰქონდა და შეგნებულად ახდენდნენ ქოცები ამ ყველაფერზე ხელის დაფარებას. მე როდესაც ბრძანდებოდით სახელმწიფო კომისიაზე, ამ კომისიაზე განაცხადეთ, მადლობა მოუხადეთ ბიძინა ივანიშვილს და მოყევით ის ისტორია. მე მინდა აი ადამიანურად გთხოვოთ თქვენ, იმიტომ რომ უშუალოდ თქვენ გეხებათ, მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ გურამ შარაძე ეს იყო საქართველოს ისტორიის და ქართველი ერის საკუთრება და ყველას აქვს უფლება მის ასეთი დიდი ქართველის სიკვდილთან დაკავშირებით, მით უმეტეს ესე ღია ხელის გულზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე გამოუძიებელია თავისი აზრი გამოხატოს და მით უმეტეს, როდესაც ცხონებული თვითონ ამას ამბობდა, მე მინდა გთხოვოთ თქვენ ადამიანურად გამობრძანდეთ და თქვათ სიმართლე. რასაც ამბობდა თქვენი ცხონებული მამა, რომ მასზე და მისი ოჯახის უბედურებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა ის, რომ ის ეწინააღმდეგებოდა თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლებას. და რომ მის უბედურებაში, მის შვილის უბედურებაში და მის უბედურებაშიც ზუსტად ამ საკითხიდან გამოწვეული საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და თურქული სპეცსამსახურების კვალი იყო. თუ ვინმეს ჩემს სიტყვებში ეჭვება, მე დავდებ ვიდეო არქივს, სადაც ბატონი გურამ შარაძე თავად ამბობს, რომ მის უბედურებაში ზუსტად ამ საქმეებიდან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი. და რასაც მამა თქვენი ეწინააღმდეგებოდა და რასაც ყველა ნორმალური ქართველი ეწინააღმდეგებოდა, მე დარწმუნებული ვარ, თქვენც იმას ეწინააღმდეგებთ და მამა თქვენი სულის მიმართ და მისი ბრძოლის მიმართ ყველა ვალდებულები ვართ, რომ სიმართლე მინიმუმ ვისაუბროთ დღეს რა იქნება შემდეგ, ვისაც ეს სიმართლე აინტერესებს. ძალიან გთხოვთ ბოლოში დამიშვით, თუ ვინმეს რაიმე გაინტერესებთ, უკაცრავად ეხლა საერთოდ ავკითხულობ კომენტარებს. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო ლაივი ეხება უშუალოდ აი ამ თემას, რასაც ქვია თურქი მესხების საქართველოში ჯერ შექმნა, არსებობა, შემდეგ პროცესები დღევანდელ დღემდე როგორ მოვიდა. მას შემდეგ მე-16 საუკუნეში, რაც მუსტაფა ლალა-ფაშამ 1555 წელს გამოილაშქრა და მოახდინა მესხეთის სრული ოკუპაცია, ამასის ზავით მოხდა შემდეგ ახალციხის ტაო-კლარჯეთის და მესხეთ-ჯავახეთის ახალციხის საფაშოთ გადაქცევა და მინდა ვთქვა, მაშინაც ჯაყელების ღალატით მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ ისინი პრაქტიკულად ბაგრატიონების წინააღმდეგ მიემხრნენ ოსმალურ მხედრობას და თავად გადავიდნენ ოსმალების მხარეს, რითაც დიდი წყალობა მიიღეს ოსმალეთის იმპერიიდან და შთამომავლობით დაიკანონეს ახალციხის საფაშოში პირველ კაცობა. თურქებმა
ჩაატარეს გურჯისტანის დიდი დაფთარი ქვია ესეთ ნაშრომს, რომელიც ითვალისწინებდა დაპყრობილ საქართველოში მოსახლეობის აღწერას. თუ რა რაოდენობის ადამიანი ცხოვრობდა ეგრეთ წოდებულ ახალციხის საფაშოში, ჩვენს ტაო-კლარჯეთში, სამხრეთ საქართველოში. დაფთრის შექმნის შემდეგ გადაწყდა თურქული პოლიტიკის მიხედვით, რომ საქართველოს ტაო-კლარჯეთის და საერთოდ ძირძველი საქართველოს მოსახლეობის 99% იყო ქართული მოსახლეობა. ამიტომ ქართული მოსახლეობის გამაჰმადიანება მარტო არ იქნებოდა საკმარისი და გამაჰმადიანებული პოლიტიკის წარმოება აუცილებელი იქნებოდა და საჭირო იქნებოდა აქ შერეულიყო თურქული მოსახლეობის ელემენტი. თურქებმა დაიწყეს საშინელი პოლიტიკის გატარება ჯერ ახალციხის საფაშოში, შემდეგ კი აჭარაში და ესე შემდეგ, განსაკუთრებით ამ რეგიონებში შემოიღეს ესეთი წესი, ვინც მიიღებდა ისლამს და ვინც გახდებოდა მაჰმადიანი, მას მოიხსნებოდა აბსოლუტურად ყველანაირი გადასახადი, ხოლო ვინც დარჩებოდა ქრისტიანად და მართლმადიდებლად, ხას უსვამ, მართლმადიდებლად, მას ექნებოდა უზარმაზარი ბეგარები დადებული, რაც ცხოვრებას გახდიდა შეუძლებელს. ამის შემდეგ სხვათა შორის დაიწყო ახალციხიდან და ამ ტერიტორიებიდან ახალციხის საფაშოდან მიგრაცია ქართული მოსახლეობის, უამრავი ქართველი იძულებული გახდა რწმენის სანაცვლოდ დაეტოვებიათ იქაობა და გადმოსახლებულიყვნენ იმერეთში, ქართლში, რაც უზრუნველყოფდა დაცლას, ფიზიკურ დაცლას, მამაპაპისეული მიწების. სხვათა შორის მაგ ერთი ფენომენი იყო, საინტერესო ფენომენი იყო, კათოლიკებს იმდენ უბედურებას არ კიდებდნენ, როგორც მართლმადიდებლებს და ამიტომ გაჩნდა ახალციხეში კათოლიკე ქართველები, რომლებმაც მართლმადიდებლობა კათოლიციზმით შეიცვალეს, რადგან მათ მფარველობას რომის პაპი უწევდა და კათოლიკ ქართველებს ვერ ექცეოდნენ ის. და ვერ დატოვეს, აქედან გამომდინარე, ვერ დატოვეს თავიანთი ისტორიული სამშობლო და დღემდე არიან კათოლიკე ქრისტიანები ახალციხეში, ზუსტად ამ პოლიტიკიდან გამომდინარე. აი ქართველების გაუსაძლისი ცხოვრება ვისთვისაც გახდა ეს ტერიტორიები, როგორც კი წავიდა დაცლისკენ და მიგრაცია დაიწყო, თურქებმა დაიწყეს თურქების უშუალოდ თურქების ჩამოსახლება და ახალციხე გახადეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი ეკონომიკურად ძლიერი და მათი სასიცოცხლოდ საყრდენი პუნქტი ამიერკავკასიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი განვითარებული იყო ვაჭრობა, მათ შორის ტყვეთა ვაჭრობა და ის წეული რაბათის ციხე რო აღადგინეს, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უდამპლესი ციხე, საიდანაც ქართველების ვაჭრობა ხდებოდა, ტყვეთა გაყიდვა ხდებოდა ოსმალეთში. აღორძინეს ეს ყველაფერი, დასვეს იქ გამაჰმადიანებული ჯაყელების ჯილაგი და მთელი ამ ხნის მანძილზე ადგილობრივ მესხურ მოსახლეობის და თურქული მოსახლეობის ასიმილაციის პროცესი, იქ გვარების შეცვლა, ეს ყველაფერი განახორციელეს და ჩამოაყალიბეს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ ელემენტად ახალციხის საფაშო,
რომელი ახალციხის საფაშოც იყო დაუძინებელი მტერი დანარჩენი ქრისტიანული საქართველოსი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე აჭარის გამაჰმადიანებაზე მუშაობა, გამწარებული მუშაობა. აჭარაში არის ასეთი სოფელი დანდალო, სადაც ყველას რო ენაზე აკერია 100,000 მოწამე, 100,000 მოწამე, 100,000 მოწამე და ისიც რო არიციან წესიერად დღევანდელი დღეს იმნაირი ქრისტიანები ვართ ჩვენ. რანაირი ძველი ქართველებიც რა. მთელი ერში ქრისტიანული და ქართული აღარ დარჩა. ის არმცნობი და მოყრის მგმობად გადაგვარებული ნაქართველური საქართველო. სოფელ დანდალოში რჯულის შეცვლაზე, ამ ცეცხლით და מחვილით, როდესაც დაიწყეს მუშაობა, აჭარაში ცოტა უფრო გართულდა ეს ყველაფერი და 4,000 ქართველი გამოიყვანეს და ტყავი გააძვრეს და თავები დააჭრეს. 4,000. და ამ ქართველებს რო ყრიდნენ ჭოროხში თურმე ჭოროხი იყო მთლიანად წითელი. წითელი, სისხლით შეღებილი მიედინებოდა აწითლებული იყო ჭოროხი თურმე ამ ჩვენი წინაპრების თავის კვეთით. ასეთ ცეცხლით და מחვილით გაატარეს შემდეგ აჭარაში თავიანთი პოლიტიკა და გადააქციეს აჭარაც, მაგრამ ისევე რა როგორც ახალციხე. ამ წლების მანძილზე ეს ახალციხე იყო საყრდენი პუნქტი, როგორც გითხარით, და ახალციხის ფაშა და ადგილობრივი გამაჰმადიანებული ქართველები და ეს თურქი მესხები იყვნენ საქართველოს ისლამიზაციის და გათურქების ავანგარდში ჩამდგარი. როდესაც ხდებოდა დანარჩენ საქართველოზე თავდასხმა, მათი შეკრება ხდებოდა ახალციხეში, იქ ხდებოდა დაჯგუფება და იქიდან ხდებოდა შემდეგ შემოჭრა. ამიტომ იყო, რომ ერეკლე მეფის ლაშქრობა ახალციხის საფაშოში, როდესაც განხორციელდა, ტოტლებედის ღალატი როდესაც არის იმ პერიოდში, რატომ იყო ახალციხის საფაშო არჩეული? იქედან გამომდინარე იყო არჩეული, რომ ახალციხის საფაშო იყო ყველაფერი ამ უბედურების მომტანი და თუ ახალციხის ფაშა მოისპობოდა, მაშინ ეს უბედურებაც შეწყდებოდა საქართველოში, ტყვეთა გაყიდვის პერიოდი. პარალელურად იმ პერიოდის საქართველოში ძლიერი მეფე სოლომონ პირველი მეფობდა დასავლეთ საქართველოში, რომელიც ამ უბედურებას ებრძოდა ხმალამოღებული. ამას ცოტა მოგვიანებით. და მაშინ როდესაც აწყურის და ასპინძის ბრძოლები მოხდა, ეს თურქი, ეგრეთ წოდებული თურქი მესხები და გამაჰმადიანებული ქართველები ებრძოდნენ ერეკლეს ამ ომში. გამაჰმადიანებული ქართველები და თურქი მესხები. შემდეგ მიატოვა ტოტლებენმა, ახლა ზოგიერთ დებილს რო გითხოთ, ტოტლებენი რუსი იყო, ტოტლებენი საერთოდ არ იყო რუსი, ჰოლანდიელი იყო ეროვნებით და სხვათა შორის როდესაც მოხსნა ჯარი და გაიქცა იქედან, იქ რამდენიმე ოფიცერი დარჩა და მუნდირის ღირსება დაიწყო და იბრძოლეს ერეკლესთან ერთად. ესეც კიდე ცალკე ისტორიის ნაწილია, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. მაგრამ ვერ მოახერხა ახალციხის ახება და იძულებული გახდა, რომ ისევ ბრძოლით გამოსულიყო ამ ბრძოლების შემდეგ. ახლა ახალციხის ფაშა რას აკეთებდა? დასავლეთ საქართველოში, სადაც თურქული ექსპანსია ასევე ძალიან ძლიერი იყო, ფოთის ფაშასთან, ბათუმის ფაშასთან ჩახუტებული, ამ თურქებთან და გამაჰმადიანებულ ქართველებთან ერთად,
რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ერთგულები იყვნენ, აწყობდა დასავლეთ საქართველოში არაერთ ლაშქრობას. მათ შორის ახალციხის ფაშის ინიციატივით და თურქული კორპუსით იქნა შემოსული სოლომონ პირველის წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში 44,000-იანი არმია, რომელსაც მიემხრო შემდეგ სოლომონის ბიძები და სხვა მოღალატე ქართველები, რომელიც ერთიანად ამოჟლიტა შემდეგ ამ ბრძოლაზე და საბოლოოდ დაასამარა თურქების თარეში, იმერეთში და დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში. ამას აკეთებდა ახალციხის ფაშა თურქებთან ერთად, რომლებიც მესხეთში ცხოვრობდნენ. სოლომონ პირველის წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც ბიძები, ასევე ეპისკოპოსები, ასევე მისი დედა, ასევე მისი შვილი, რომლებიც უკაცრავად მე მგონი ინტერნეტ ხარვეზია. და ესე მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი და როდესაც დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი გაანთავისუფლა სოლომონმა და აჭარაში ილაშქრა აჭარის გასათავისუფლებლად, იქაც მოღალატე ქართველებმა და ზუსტად მაგ ხალხმა, მაგ თურქმა მესხებმა, რომლებიც იყვნენ მოკავშირეები და ძმები აქ ბათუმის ფაშების ზურგიდან მომავალი ჯარი დაუხოცა, როდესაც ქობულეთთან ბრძოლით გამოიკაფა სოლომონ პირველმა გზა და გამოვიდა, თუმცა ბევრი მებრძოლი დაიღუპა და ამის დარც გადაყვა პრაქტიკულად შემდეგ ცხენმა გადმოაგდო. მოკლედ, ამას, ეს ელემენტი, რატომ ამბობ ახლა ამ ყველაფერს? ეს თურქული ელემენტი იყო ჩადებული საქართველოში, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თურქებს სჭირდებოდათ თავიანთი ეთნოსის ადამიანები, რომელი ეთნოსის ადამიანებიც იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი დაპყრობილი თემები ამოწევდნენ თავს თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს თურქულ მესხური ელემენტი ამოქმედდებოდა და თავის გასაკეთებელს გააკეთებდა. იმიტომ ისინი ტომითაც თურქები იყვნენ და რწმენითაც. დადგა შემდეგ ის პერიოდი, როდესაც საქართველოში შემოვიდა რუსეთი, აი თქვენ დამპყრობელი ოკუპანტი რუსეთი, როგორც უყვართ დღევანდელ საქართველოში ლაპარაკი. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არა რუსეთის იმპერიის შემოსვლა საქართველოში, საქართველოს უკვე დიდი ხნის, საქართველოს დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, უკვე დიდი ხნის ის იქნებოდა, შესული იქნებოდა ნატოში, თურქეთის იმპერიაში. ქართველიერი კიდე ისე იქნებოდა, როგორც არიან ტაოკლარჯეთში დარჩენილი ქართველობა, რომლებსაც ძალიან დიდ ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ ენა შემორჩათ ქართული და არანაირი ცნობიერება. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, არაერთი ბრძოლის შემდეგ, ეს 1828 წლებში ლაშქრობა, როდესაც განხორციელდა ახალციხის საფაშოს, პირველი ახალციხის საფაშოს აღება მოხდა, ამ საყრდენი პუნქტის აღება მოხდა, იმიტომ რომ გველების ბუდე იქ იყო ჩაბუდებული და რუს გენერლებს ეს არ ეშლებოდათ, რომელი უნდა აიღოთ. მათ შორის ქართველი გენერლობა, მაშინ ალექსანდრე ჭავჭავაძე და ორბელიანი და სხვა ქართველები თავარ ინიციატორებად გამოდიოდნენ და ძალიან კარგად იყენებდნენ ადგილობრივ ფაქტორს, უამრავ ქართველს, რომელიც აჭარაში და რომელიც ტაოკლარჯეთში ცხოვრობდა, დაზვერვით და საბრძოლო ოპერაციებში რთავდნენ და პროგრესი რუსული არმიის ამ ტერიტორიაზე აქედან იყო გამომდინარე, აქედან იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ამ გენერლების წყალობით ხდებოდა გადმობირება. ცნობილია ახალციხის აღების დროს თურქული დროშა ფრიალებდა და ორბელიანმა დაუმიზნა იერიშის წინ ზარბაზანი და ზარბაზნის ბომბით ჩამოაგდო დროშა, რამაც საბრძოლო სულისკვეთება ამაღლა ჯარში და შემდეგ
გაგრძელდა ეს ძალიან მძიმე ბრძოლები იყო ახალციხის აღებისთვის, შემდეგაც მე 77-78 წლამდე მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომები და ამ პერიოდში მოხდა ამ ახალციხის საფაშოს აღება, გაწმენდა ამ მოღალატე ხალხის მიერ, ეს ვინც მართავდა ამ ჯაყელების მხრიდან და მათ მხრიდან და ის დაუბრუნდა დედა სამშობლოს და დღევანდელი თურქი მესხები, სხვათა შორის ეგრეთ წოდებული თურქი მესხები ამბობდნენ ესეთ რაღაცას. ტაოკლარჯეთი ეს რა ქვია, ჩვენ არ დავბრუნდებით საქართველოსიო, იმიტომ რომ ჩვენთვის დედა სამშობლო არის თურქეთი, ჩვენ მოგვეცით თურქული პასპორტები, ჩვენ არ ვივლით ქართულ სკოლებში, ჩვენ არ შევართ ეკლესიებში, ჩვენ არ დავბრუნდებით საქართველოში, გადაეცით ახალციხი, ახალქალაქი თურქებს, რომ ჩვენ, როდესაც დავბრუნდებით იქ, ვიყოთ თურქეთის შემადგენელი ნაწილი. უარი განაცხადეს მათ საქართველოში დაბრუნებაზე, რეპატრიაციის მიერ. რეპატრიაციაზე რო წავიდა საუბარი, იმიტომ რომ ახალციხე რუსეთმა წაართვა თურქეთს და ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ეს თურქეთის იმპერიას და ჩვენ დავბრუნდებით ახალციხის საფაშოში. ჩვენ არ დავბრუნდებით საქართველოში და მინდა ხაზგასმით აი ამ მომენტისთვის თქვა, როდესაც თურქეთში ტარდება სიმპოზიუმები რაღაცა ტაშფანდურები ესენი საქართველოს და მე მიფურთხები ამათ რა უნდა ელაპარაკოთ დიდგორობას საკუთარ წინაპრებს აფურთხებენ და თურქების საფლავს ლოკავენ ეს დედაძაღლები მაგრამ აი ესე ხდება როდესაც ხდება რაღაცა კონფერენციების ჩატარება იქ საქართველოს ალტერნატიული საქართველოს გამოყავთ აი ესე აჭარელებს ცალკე დროში წარმოაჩენენ ვინც თურქეთში ცხოვრობენ აფხაზებს რომლებიც ასევე თურქეთში ცხოვრობენ ცალკე დროში წარმოადგენენ და ახალციხის ქართველობას და ახალციხელ ქართველებს, ტაუელ ქართველებს ცალკე დანარჩენ საქართველოსთან ერთად ასე ხდება ეს ტაშფანდურები იქნება, ცეკვები, მუსიკები, სიმღერები და ეს, იმიტომ თურქები ასე ხედავენ საქართველოს, ასე აღიქვამენ საქართველოს. ხლა შემდეგ რა მოხდა? შემდეგ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რაც დღევანდელ ამბავს გავს ერთ-ერთში. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ამ ფრონტზეც იყო წარმატებები და შემდეგ რუსეთის იმპერია გადატრიალება მოხდა, რევოლუცია მოხდა და იძულებული გახდა რუსეთის ჯარი გასულიყო, ეს ტერიტორიები დაიკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და ჟორდანიას მთავრობის პერიოდში იმ გენერლებმა, რომელი გენერლებიც იყვნენ მაშინ სათავეში, ვისაც ხმად გაინტერესებთ, მაქვთ ეს ვიდეოც. და აქ მინდა ერთი მომენტი აღნიშნო განსაკუთრებით. როდესაც გიორგი კვინიტაძე გააფთრებული ებრძოდა არდაღანში, ართვინში, ახალციხეში და აი აქ ჩაბუდებულ ზუსტად აი ამ თურქი მესხების მიერ მოწყობილ აჯანყებას, რომლებიც ახალციხის საფაშოს აღდგენას და ოსმალეთის იმპერიაში ახალციხის შეყვანას ითვალისწინებდნენ, ითხოვდნენ. და მათ სარდლობდა ჯაყელების მოღალატე შტო. ვინც იყო, მისი სახელი და გვარი იყო ესეთი სერვერ ბეგ ჯაყელი, რომელიც აბუნტებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ებრძოდა თურქულ ჯართან ერთად გენერალი კვინიტაძის არმიას იმ მიზნით, რომ ახალციხე და ახალქალაქი ისევე მოგლეჯილიყო და გადასულიყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და თურქი მესხები, ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, განსაკუთრებული სისასტიკით სერვერბეგ ჯაყელთან ერთად გამოირჩეოდნენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ და რომელიც მომხრე იყვნენ, რომ ტაოკლარჯეთი და ახალციხე და ახალქალაქი ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში და როდესაც ხდებოდა პერიოდულად ბრძოლის პერიპეტიებში ტერიტორიების ცვლა, სისხლის გუბეში აღჩობდნენ ადგილზე მყოფ ქართულ ქრისტიანულ მოსახლეობას. რა თქმა უნდა, აი ამ როლს თამაშობდა იქ მოღალატე ქართველები და აი ამ როლს თამაშობდა ეგრეთ წოდებული თურქები მესხეთში, რომლებიც ახლა ფერგანაში არიან. რა თქმა უნდა, ახლა ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც
რომელზეც ლაპარაკი არ უყვართ საქართველოში და საერთოდ გასაიდუმლოებულია ეს ამბავი. ეს არის რომ 1920 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნეიტრალიტეტი იქნა ინგლისის შრომავლობით რუსეთთან გამოცხადებული, ჟორდანიას მთავრობამ საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა ათათურქის მთავრობასთან. ათათურქის მთავრობასთან იმის შესახებ, რომ თუ კი მოხდებოდა ომი საქართველოს და რუსეთს შორის, თურქეთი, როგორც მოკავშირე ძალა, გუშინდელი ნაუმარი ქვეყანა, გუშინი ვიზაზე ომებოდა გიორგი კვინიტაძე, ის უნდა გამომდგარიყო მოკავშირედ. და ამ მოლაპარაკებას სხვათა შორის ამის გამჟღავნება პირველად მოხდა სამტრედიაში, როდესაც ჟორდანიას ხელისუფლება გარბოდა და ბოლშევიკებს დროებითი ზავის პირობებს აცნობდა მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელი და მან უთხრა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ გქონდა ხელშეკრულება დადებული თურქებთან, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მათ ვერაგულად მოგვატყუეს, მათ რუსეთის პარალელურად დაიწყეს საქართველოს ოკუპაცია და უკვე მიიტაცეს ტაოკლარჯეთი და თუ თქვენ ჩვენ შეცდომას არ გამოასწორებთ, აჭარაც იქნება თურქების ხელში გადასულიო და აი მაგის მერე მოხდა, როდესაც გენერალი მაზნიაშვილის შერჩევა თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ ბოლშევიკური და მენშევიკური ჯარის შეკვრა და აჭარიდან ამათი გაყრა. აი ეს როლი ითამაშეს მაშინ. ახლა როგორ მოხდა ის რაც მოხდა? ცხოვრობდნენ ეს თურქები ახალციხე ახალქალაქში, არანაირ პრობლემას არავინ არ უქმნიდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, პრობლემები გამოიკვეთა მაშინვე, იმიტომ რომ თურქეთი იყო საიდუმლო მოკავშირე გერმანიის, რომელსაც ჰქონდა თავისი გეგმები საქართველოს ოკუპაციის, კავკასიის ოკუპაციისთვის, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც რეალურად უკვე გერმანული არმია გადაჭრიდა კონტაქტებს აქეთ სამხრეთის მიმართულებაზე, საბჭოთა ჯარების მომარაგებას და ესე შემდეგ. როდესაც გერმანულ არმიას ჰქონდა პროგრესი 42-53 წლებში და ისინი მიადგნენ სტალინგრადს და ალყაში ყავდათ მოქცეული სტალინგრადი, ალყაში არა, ბრძოლები მიდიოდა. მაშინ დაიწყო თურქეთის მესამე საველე არმიამ შეკრება საქართველოს საზღვრებთან და მილიონამდე თურქი ჯარისკაცი მოადგა საქართველოს საზღვრებს. იმიტომ ამ დროისთვის გერმანელები მოსული იყვნენ როგორც კავკასიის ფრონტზე, აფხაზეთში მიდიოდა ბრძოლები, ჩრდილო კავკასიაში მიდიოდა ბრძოლები, სტალინგრადი საღება ჭრიდა საერთოდ ყველანაირ კონტაქტს კავკასიასთან და გერმანიის სამიზნე იყო ბაქო და ბაქოს ნავთობები, რითაც რჩებოდა ეს, ასე რომ ვთქვათ, პატარა ჩიხი, რომელიც ჩიხის შევსებასაც თურქული არმია მოახდენდა. მაგრამ ჰოი უბედურებავ მაგათთვის მოხდა ისე, რომ ლები დამარცხდნენ და იძულებული ნელ-ნელა უკან დაეხიათ და თურქებიც იძულებული გახდნენ, რომ თავიანთი არმია გაიყვანათ საქართველოს საზღვრებიდან. ამიტომ იოსებ სტალინმა ბერიას დაავალა შეესწავლა აღნიშნული საკითხი, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდისთვის საქართველოში და ბერიამ აღწერა ყველაფერი რეალობა, თქვა რომ როდესაც თურქული არმია იყო მომზადებული საქართველოში შემოსაჭრელად, ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, სინამდვილეში თურქები მზად იყვნენ მათ მხარეს გადასულიყვნენ, როგორც კი ომი დაიწყებოდა
ამ მიზნით თურქეთმა უпроსორად საბჭოთა კავშირმა ახალციხის რეგიონში და არა მარტო ახალციხის რეგიონში დაიწყო ამ მეხუთე კოლონის შესწავლა. აბსოლუტურად ყველას ეკნა დარიგებული ბლანკები, რომელ ბლანკებშიც მათ უნდა მიეთითებიათ, ვინ იყვნენ ისინი, ეროვნებით, რას წარმოადგენდნენ, რა იყო მათი სარწმუნოება, რა იყო მათი გვარი და რომელ ქვეყანას თვლიდნენ სამშობლოდ. ვინც ხაზგასმით ვამბობ, ამას დაუკვირდით ყველა. ვინც ბლანკებში ჩაწერა, რომ ისინი ეროვნებით არიან თურქები და მათი სამშობლო არის თურქეთი, მეორე დღესვე დარიგებიდან ჩამორთმევიდან მეორე დღესვე ყველას მოადგა სუდაბეკერები, ჩაყარეს შიგნით და თუ ხართ თურქები და თუ თქვენი სამშობლო არის თურქეთი, ყველა იქნებით გასახლებული იქ, სადაც არის თურქების სამშობლო და თურქების ასახლეს ისინი ფერგანის უდაბნოში. უდაბნო კიდე იმათაა, რა თქვამი, ფერგანის დაბლობზე, სადაც ძალიან კარგი მოსავლიანი მიწები იყო. აი, ამით დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე თურქული მეხუთე კოლონის ამოძირკვა, რომელი მეხუთე კოლონაც მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ ჩანერგა საქართველოში. ხა რა შეეხება ამ საკითხს? დაბრუნებას რაც შეეხება, ჩემო კარგებო, ეს საკითხი არაერთხელ მუსირებდა მაშინდელ საზოგადოებაში და საინტერესო მოვლენა არის ერთი. 56 წელს, როდესაც კავკასიელი ხალხი, ასევე ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც ჩეჩნები, ინგუშები, იქიდან გასახლებული იქეთკენ და ვისაც უთხრეს, რომ ვისაც გინდათ უკან დაბრუნება, დაბრუნდით, ყველა დაბრუნდა, ვინც თავს სამშობლოში თავს მიიჩნევდა, რომ მათი იყო სამშობლო კავკასია. არ დაბრუნდა არც ერთი თურქი ახალციხეში. მარტივი მიზეზის გამო. ისინი ცხოვრობდნენ თურქულ სოციუმში, ისინი ცხოვრობდნენ შემოსავლიან მიწებზე და მათ აღარ ჭირდებოდათ აი ამ რეგიონში, სადაც სისხლის ღვრა და 1000 უბედურება იყო და შემოსავალი ნაკლები იყო, უკან დაბრუნება. იყვნენ ძალიან კარგად და გააგრძელეს ცხოვრება. ხლა, როდესაც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა, როდესაც მოდიოდა, მაშინ ეროვნულ მოძრაობას ქონდა ესეთი ლოზუნგი. არ ვამბობ, რომ შეცდომები არსად არ იყო, მაგრამ მათმა გამოასწორეს მათი შეცდომა. იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ აი საბჭოთა კავშირმა ჩვენი თანამემამულეები გაგვისახლა და უკან არ გვიბრუნებს. აი თურქმესხებზე იყო ლაპარაკი. მაგრამ როდესაც ისინი მოვიდნენ სათავეში და შეისწავლეს ეს საკითხი, თუ რასაც წარმოადგენდა და ძირფესვიანად მიხვდნენ იმაში, რომ ესენი არანაირი მესხები არ იყვნენ, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი თურქები, რომლებსაც გაერკვნენ საბოლოო სიტუაციაში, როგორც კი მოვიდა ეროვნული ხელისუფლება სათავეში, იმ წუთში დახურა ეს საკითხი და აღარასდროს აღარ დაბრუნებულა დღის წესრიგში და აღარასდროს არ განიხილებოდა. იმიტომ მიხვდნენ თუ რა მამულიშვილური საქმე ქონდა სტალინს გაკეთებული მათი გასახლებით საქართველოსთან. ეხლა როდესაც მოღალატე შევარდნაძის მთავრობა მოვიდა და როდესაც მიმდინარეობდა ეს პროცესები, რომ ჩვენ უკრიდან ევროპაში უნდა შევსულიყავით, ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრიანებისთვის უკნიდან განათლებულმა
ევროპელებმა მოგთხოვეს რომ საქართველოს თუ უნდა და ევროსაბჭოში და საერთოდ დასავლეთის სისტემებში ინტეგრაცია მათ უკან უნდა დაებრუნებიათ თურქი მესხები რომლებიც შემდეგ იქ ფერგანის უდაბნოში იმაში დაბლობზე მომხდარი კონფლიქტების გამო ზოგი რუსეთში, ზოგი ამერიკაში, ზოგი თურქეთში, ზოგი ისევე უზბეკეთში და ზოგი აზერბაიჯანში ცხოვრობდა. ამ საკითხს ხელმძღვანელობდა, ამ ხარს უჭერდა გამოცდილი ძუკნა, კახპა, მოღალატე, ჯიშით, ჯილაგით, დედარძე მოწყნული არსება ლანა ღოღობერიძე. წითელი ინტელიგენციის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი. ხარში ედგა სააკაშვილი და ხარში ედგა გოგა ხუინდრავა. ეს ხუინდრავა, ეს ვინმე არ გეგონოთ სხვა? ეს კოცების უსაყვარლესი ის რო არის. ხარში ედგნენ ესენი. ამიტომ შევარდნაძე ეშმაკი პოლიტიკოსი იყო, ის ცხოვრებითაც ეშმაკი ადამიანი იყო და გურამ შარაძე, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ყველაფერს, შიდა დაპირისპირება ჰქონდათ გამართული. გურამ შარაძე ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად გურამ შარაძის წინააღმდეგობისა, მაინც მოაწერეს ამათმა ხელი საქართველოში თურქი მესხების დაბრუნებას. განებისთვის, რა არიცით? აი ესეთი სამარცხვინო ქართველობა რო გვყავს, აი ესეთი სამარცხვინო ქართველობა, რომელიც აი მე მიწერს აქ, არ ვიცი ეს ვინ არის, რას წარმოადგენს, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, რაღაცა უწერია ქართული ძიუდო სირცხვილია, იცი ეს არ ვიცი რა ვინაა, სადაურია, რას წარმოადგენს, აი ეს ფსევდონიმით მიწერს, რომ მე თურმე ხალხი შემყავს შეცდომაში და მსგავსი ყაველაშვილს თურმე არაფერი არ გაუკეთებია და მსგავსი არც ნატოში და არც ევროსაბჭოში ესეთი ვალდებულებები არ არსებულა, აი ამან დამიწერა კომენტარებში. საერთოდ ახლა გამправებლები ჩამდგარი არიან საქმის კურსში, აგერ გულაშვილის ისა რა ქვია, ბუტყა ჯორჯიან თაიმში ვიღაცა ქალი გამომდგარია და ვენებს იჭრის მანქურთი ამათ გულისთვის და საერთოდ ახლა გულაშვილი და გოგავა და მანჯავიძე და ესენი გამოხდებიან ახლა გასაправებლად რა. ეს სხვა დანარჩენის დაყლებული სირი გამправებლები ჯერ ჩუმად არიან, აი ისეთი რო ყავთ, აი ჯღარკავები, ეს რა ქვია კამაევები და ამნაირი სირები ჯერ ახლა ჩუმად არიან. ისინი დადუმებული ამათ ინსტრუქცია აქვს მიცემული, ჯერ ჩუმად იყავით, რამე არ თქვა ყაველაშვილის ვიზიტზე და არიან ხმასამარიდან, ვითომ არაფერი არ მომხდარა. ახლა არიან ჩუმად. ჯერ ეს ტოპტვინები უნდა ამუშავდეს გამправებლების და აი ამბობს აი ესეთ რაღაცას, რომ თურმე მე აქ რას ვიგონებ. კარგი, რადგანაც აი ახლა უბრალოდ ლაივის პერიოდი არის, გაჩვენებთ მე თქვენ რაც მინდა გაჩვენოთ. ეტაპობრივი ვალდებულებები როგორ იქნა აღებული აი ამ და ძალიან გთხოვთ კარგად დააკვირდით აი ამ აი ხშირად ითიშება ლაივი და აი ის ჯორჯიან ჯუდო რო გიწერია, არ ვიცი ვინ ახარ. აი დააკვირდე აი ამ პროცესებს როგორ მოხდა ამ ვალდებულებების აღება. 2007 წელს დამთავრდა. დაგვირგვინდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ეხლა როგორ ხდებოდა ეს პროცესები? ახლავე აგიხსნით. გაჩვენებთ მაგასაც, ხონდა ამის სკრინით შენახული, აი. ამას შემდეგ მე ბლოგად გავაკეთებ, რომ უფრო გასაგები იყოს და ბევრი მოღალატისთვის უფრო შესაგნები იყოს თუ რა მოღალატეობრივ საქმეს აგრძელებს კოცობა. აი როგორი ეტაპები მიდიოდა. 99 წელი ევროსაბჭოსთან აღებული ვალდებულება ამათი ჩამოსახლებასთან დაკავშირებით და ამაზე მიდიოდა ბრძოლა. 2007 წლის მაისში მოკლეს გურამ შარაძე, მოკლეს მაისში, რადგან ივნისში 2007 წლის ივნისში 20 ივნის უნდა მიეღოთ 20-22 ხუთარ მახსოვს 20 ივნის უნდა მიეღოთ
ზუსტად ეს აქტი, რომელი აქტიც თურქ მესხებზე რეპატრიაციის იმას რა ქვია მუხტს ითვალისწინებდა. დიახ, შემოკარგებო, მოკლეს გურამ შარაძე თურქულმა სპეცსამსახურებმა და სააკაშვილის მთავრობამ. 20 ივნისს დააკანონეს ეს ყველაფერი, აიღეს ვალდებულებები, რომ 2008 წლიდან ეს ყველაფერი აქტიური პროცესი დაწყებულიყო, იქ შემდეგი იყო, რომ 99 წელს აღებული ვალდებულებებით ეტაპობრივად ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, მთავრობა შეიცვალა, 2005 წლისთვის ეს სერიოზულად უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ეს საკითხი, მაგრამ მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, შეიცვალა მთავრობა, მოვიდა ვარდების რევოლუცია 2007 წელს მიიღებდნენ კანონმდებლობა, დაიწყებოდა ამ პროცესის, ასე რომ ვთქვათ, დაიწყებოდა პროცესი 2008 წლიდან, თუმცა 2008 წელს მოხდა ომი და არ ქონდა ამ პირობებში ამ ყველაფრის შესრულების ტრაკი, ამ მოღალატე სააკაშვილს, ამიტომ მათ აიღეს 2011 წელი. 2011 წელს უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი აქტიურად, ამათი ჩამოსახლება, გახსოვთ ალბათ, ხო, როდესაც ეს 40,000 თურქს მოქალაქეობა მიცა და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მაგრამ ისევ 2012-ში მოხდა ცვლილება ხელისუფლების და მოვიდა ახალი ხელისუფლება და აი ქოცების ხელისუფლების პერიოდში იყო 2013 წლიდან ეს მუშაობა დაწყებული, წავიდა პროცესი და მოვიდა დღევანდელ დღემდე. დღევანდელ დღეს თქვენ არაფერს არ ხედავთ განსხვავებულს, ხედავთ იმას, რაც იყო საქართველოსთვის ღალატი ჩაფიქრებული, რაც უნდა გაეკეთებია შევარდნაძის ხელისუფლებას, რაც უნდა გაეკეთებია სააკაშვილის ხელისუფლებას, იგივეს ახორციელებს აი ამ მომენტისთვის მოღალატე ქოცების ხელისუფლება, მოღალატე ივანიშვილი, მოღალატე ყაველაშვილი და ყველა მოღალატე ქოცი. აი ეს პროცესები ვისაც ახლა რაც შეეხება ნატოს საკითხიო, ხო აი ნატოშიო ამასო არ ითხოვდნენ. ვინ გითხრათ რო არ ითხოვდნენ? და თურქეთი ლობირებდა ზუსტად აი ამ საკითხს, რომელიც საკითხიც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ითვალისწინებდა თურქი მესხების დაბრუნებას. და რა მუხლით ლობირებდა, იცით? ნატოში ქვეყანა რომელიც შედის, მას არ უნდა ყავდეს ტოლვილები და რეპატრიირებული ხალხი. აი ამ მუხლის საფუძველზე თურქეთი ითხოვდა თურქი მესხების საქართველოში დაბრუნების ვალდებულება აიღო საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად და ზუსტად ნატოში ამას ითხოვდნენ საქართველოსთან და ითხოვენ დღესაც. აქტიური მუხლია ეს რო იწოდეთ ის. ამის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა ნატოში გასაწევრიანებლად. თუ რატო და როგორ და რანაირად, ეს რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ კვიპროსის კონფლიქტს გადახედეთ და მიხვდებით, ვისაც არ უნდა მიხვედრა, თუ რატო შედიოდა, რატო შედის თურქების ინტერესებში ნატოში საქართველოს გაწევრიანება. იმიტომ ეს ნატოში და კონფლიქტი იქნება და გარეძალა ვერ ჩაერევა ამ ყველაფერში და როგორც არის გაყოფილი აგერ 50 წელიწადი არის კვიპროსი, ისე იქნებოდა გაყოფილი ეს საქართველოს ტერიტორიები, ამიტომ თურქებს ეს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. აი, კარგად დააგვირდით ამ ყველაფერს. და დღეს ამ ყველაფერი უბედურების შემდეგ ჩადის ეს მოღალატე, ნაძირალა, ამას ვიცი, სააკაშვილიც არ იკადრებდა რა, ამას სააკაშვილიც არ გააკეთებდა რა. არავინ ამას არ გააკეთებდა, ეთყობა ეს უნდა გაეკეთებია ქოცს. იმიტომ რომ ქოცი ისეთი ფენომენი არის, ქოცის ფენომენში არაფერი არ შედის, გარდა იმისა, რასაც ეთყვის ბიზნესი, ამას თავმოყარეობა, შეგნება, სამშობლო, მსგავს რაღაცები არ არსებობს. აი, იმ ნაცებს რაღაცა იდეოლოგია მაინც ჰქონდათ, კაი, ის დამპლური იდეოლოგია და აი იმ იდეოლოგიასთან მოდისო წინააღმდეგობაში. ქოცის იდეოლოგია არ არსებობს. ქოცის იდეოლოგია არის კამი, თანამდებობა, ჯდომა, დედის წყნა და მამიშიმშილი ქონდეს. არა აქვს მნიშვნელობა იმ თანამდებობაზე, ფული აიღოს, ჩაიდოს ჯიბენში და მადლობა ბიძინა იძახოს. აი ეს არის ქოცის ფენომენი. ქოცის ფენომენი არის მადლობა რომ მშვიდობა. წავიდა თურქები თქვენ დებილები გონიათ 365 დღეში. 365 დღეში. მან და მაინც დიდგორი არჩიეს.
დიდგორი არჩიეს, ჩაათრიეს იქ დიდგორობა დღეს, აკოცნიეს, აპროშნიეს თავიანთი ფაშის საფლავი, თავიანთი სულთანის ინსტრუქციები მიაღებიეს, ჩააფურთხებიეს საქართველოს ისტორიაში და მეხუთე კოლონის დაბრუნება საქართველოში ისინი ნუ დაბრუნდებიან რას იზამენ. იქ ან ავტონომიას მოითხოვენ, კომპენსაციას უზარმაზარს მოითხოვენ და იქნება ჩვეულებრივი იქ ზანგეზურის კორიდორზე რა ხდებოდა. აზერბაიჯანი ითხოვდა აზერბაიჯანელების დაბრუნებას ზანგეზურში. ისე ითხოვენ თურქებიც. ახალციხი, ახალქალაქში დაბრუნებას, სადაც მნიშვნელოვანი კორიდორი არის ბაქო-თბილისი-ყარსის და სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძების. იქ თურქული მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს. აი, მოკლედ რო აგიხსნათ, აი ხლა ცოტა ცლად გამომივიდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლედ რომ მაქსიმალურად მოკლედ რომ შემეძლო ამეხსნა, შესაძლებელი არის ეს. რომ აი ასე აგიხსნათ. აი მინდა გითხრათ, ყველა ქოცი, ისევე როგორც ყველა ნაცი, ხართ სამშობლოს მოღალატეები. ყველა გამправებელი. ყველა გამправებელი, ვინც ახლა გამправებელი ხართ, გამომხდარი და ამ ყველაფერს ამართლებთ. ყველა ხართ აი ილღაზის სულთნის ძაღლის ნაბიჯურები. ხო, ხათუნა, მე მჯერა შენ შეეწინააღმდეგები მაგას. შენ შეეწინააღმდეგები და სხვები შეეწინააღმდეგებიან კიდე. ან შენი პარტიული ბოსები შეეწინააღმდეგებიან, რომლებიც თვლიდნენ, რომ ღარიბაშვილი და გომელაური და ლილუაშვილი მაგარი ხალხი იყვნენ. შენ შეეწინააღმდეგები და ესა შენი პარტია. ასე იქნება ეს. ამ დროს საპატრიარქო ლოცულობს. არც ალია ქალბატონო, საპატრიარქო ახლა დაკავებულია ლოცვით და ხელი არ შეუშალოთ. რატო უბოდავ სისულელეს კაცო, შენი პარტიის ლიდერების ჩანაწერები არის აგერ, რომ ღარიბაშვილი მაგარია და იგი მაგარია. და ეხლა რო აფრიალებთ იმას, რა ქვია. თურმე ეს ჯვარი არ დაგასობიეს იმაში, რა ქვია, ბათუმში. ერთი ხმას რატო არ იღებთ, ბიჭო? 2011 წელს ჩვენ რო დაგვიჭირეს დიდგორობის აღსანიშნავად თურქეთის ელჩის ბრძანებით. ჩვენ რო დაგვიჭირეს. მაშინ რატო არ იღებდით ხმას? მაშინ რატო იყავით ყველა ეროვნული ეგრეთ წოდებული რატო იყავით და გინდა დღეს რატო ხართ შემძვრალი სოროში? რატო არ ამბობთ? აი ეს თქვენი პიროვნული ეგო. სამშობლოს თქვენსაც რომ გიჯობთ ეზო, ეს გზა რას გიზამთ, იმასაც ნახავთ. მე არავისგან არ ვითხოვდი ამას, მაგრამ ელემენტარული არის, რომ როდესაც ქართველ ადამიანებს აუკრძალეს ბათუმში აღენიშნა დიდგორობა, თქვენ მაშინ ყველა გაჩუმდით და პირში წყალი ჩაიგუბეთ. და ამას ხომ მიზახოდით, რომ ბათუმში რა გინდოდა, აი ახლა წაიღებს იმას. თურქი, ახალციხი ახალქალაქსაც წაიღებს, აფხაზეთსაც წაიღებს და ფოთში ფაშასაც დასვამს და იქნება ყველაფერი კარგად. ქართველი საქართველოში აღარ რჩება. მე რითაც დავიწყე ეს ლაივი იმის თქმა მინდა. ან თუ რჩება, უნდა იყოს დეგრადირებული, ავადმყოფი, გადაგვარებული. აი ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ანტიეროვნული, ყველაზე ანტიეროვნული დამპალი ძალა. ყველაზე, რომელსაც ყველა იყიდა და ყველაფერი იყიდა. და ყველა ნაყიდი ყავს. და დამიჯერეთ ამას, ეს ყველაფერი რისთვის ხდება, იცით, როდესაც ეს თურქების დასახლება, გავლენა ეს ხდება, თურქეთს ხელის განძრევაც კი არ დაჭირდეს საქართველოში, ისე იქნას ნახევარზე მეტი საქართველო მიტაცებული. აი ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. და თუ ვინმე თქვენ ხედავთ რომელიმე ოპოზიცია რამეს ამბობს, ისინიც თურქების მონები არიან და იმიტომ რომ თურქეთი ბრიტანეთის მონაა და დასავლეთის მონაა. და დასავლეთი თურქს უწყობს ხელს.
თავისი სპეცსამსახურებით და თავისი აგენტურით საქართველოში. აი ეგ არის. აი ეს იყო. ახლა დაგემშვიდობებით მე აი ამ საკითხს, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნამდვილად არ არსებობს და აუცილებლად ღრმად და სიღრმისეულად თურქულ პრობლემას განვიხილავთ საქართველოში.